მაყურებელს და რადიო ქალაქის მსმენელს და შეგახსენებთ, რომ დღეს არის პარასკევი, ლევან ბუთხუზის დღე გახლავთ, როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი დღე იქნება, სხვა დღეებისგან განსხვავებული და ძალიან საინტერესო, არაჩვეულებრივი საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ. დღეს ჩვენ გადაცემაში ტრადიციულ ქართულ კადემასა და მოსილებას ესე დავყავით, გვერდზე გადავდებით და ვისაუბრებთ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, ორგაზმზე და მასთან დაკავშირებულ სამედიცინო, ბიოლოგიურ, სოციალურ საკითხებზე, ასევე განათლების ასპექტებზე. გვეყოლება ძალიან საინტერესო სტუმრები, მათ ჩამოგითვლით ახლა ჟორდანიას ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე, ასევე გვეყოლება კლინიკა ლიგას დირექტორი, სექსოპათოლოგი პროფესორი არჩილ ბაქრაძე, ხელოვნებაცოდნე თეო ხატიაშვილი, როგორც გითხარით ბიზნეს კურსში ჩართვის დროს დღეს როგორც გენდერული თანასწორობის ხმალამოღებული დამცველი და ზაზა ბურჭულაძე, მწერალი, რომელიც საკუთარ მოსაზრებებს გავგაცნობს და ძალიან საინტერესო გადაცემა უნდა გამოგვივიდეს წესიდარიგი. ზაზა თვლის რომ არაფერი სასირცხო არ არის და ამიტომ არ არის საჭირო სალაპარაკო ლექსიკაში თუ წერილობით ფორმაში ამ ყველაფრის შეზღუდვა. ვიცი რა მინდა გავაკეთოთ ახლა სანამ სტუმრებს მოვიწოდეთ, მინდა რომ ცოტა ხან ჩვენში რაღაცა ჩამოყალიბდეთ კონცეფციაზე. მოდი კი ბატონო, ჯერ ინტერაქტივი გამოვაცხადოთ. ესე იგი, ინტერაქტივი გახლავთ ასეთი. სექსუალური პრობლემების მიზეზია სექსუალური განათლების დეფიციტი, მეორე პასუხი ჩემი კომპლექსები და მესამე პარტნიორის კომპლექსები. აი ბატონო. დაარეკეთ და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. ეხლა რა მინდოდა მეთქვა, ხო, ლემა რა ხდება როგორც ბიოლოგს ისე მინდა კითხო, რა ხდება ამ დროს ადამიანის ორგანიზმში, ჰა? ეხლა რა თქმა უნდა გათამაშება ცოტა გამიჭირდება, მაგრამ არა, ეგ არ მithოვია ლევან? გათამაშება არ მithოვია. მაგრამ სხვათა შორის ხრობით ეს ჩემი აკადემიური კვლევის ერთ-ერთი საგანი იყო, ბევრი წელი წინ უბრალოდ ლიტერატურის მიმოხილვას ვაკეთებდი, ახლა ექსპერიმენტების საშუალება არ მქონია ცხადია. ამასთან დაკავშირებით, უნდა გითხრათ, რომ თავისთავად ლიტერატურა უზარმაზარი არის სამყაროში. სამეცნიერო ლიტერატურა ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ესე იგი ჩამოყალიბებული არ არის სამეცნიერო სამყარო, საერთოდ რა არის ეს ფენომენი, რასაც ორგაზმი ქვია. ანუ საოცრება ის არის, ყველა მიცის, ყველას განუცდია, ყველა მიცის ეს რა არის, მაგრამ ასთმარო არ არის. ნამდვილად, ასთმარო არ არის ეს ყველა მიცის, მაგრამ მთელი პრობლემა ბიოლოგიური თვალსაზრისით არის ის, რომ ევოლუცია რატო ჩამოყალიბდა, რატო წარმოიშვა, რა საჭირო არის, რა როლს ასრულებს, ამაში ჯერ კიდევ მეცნიერები ამას შეთანხმებულები არ არიან, თუმცა ეს კონკრეტულად არის ბიოლოგიის საკითხი, რაც შეეხება თვითონ სამედიცინო საკითხებს, ამაზე ჩვენი ექსპერტები და სტუმრები ილაპარაკებენ. უბრალოდ მათი დრო რო არ დავხარჯო, შეიძლება ვთქვა დაფა გამოვიყენო და ესეთი დიაგრამის სახით, აი ამ წუთას დიაგრამის სახით შეცხოველებზე კითხავ ადამიანებს აი დიაგრამის სახით დაგიხატოთ რა ხდება ხოლმე ამ დროს. თუ ავიღებთ და ვთქვათ დიაგრამაზე აქ აგზნების დონეს დავხატავთ, აქეთ კი დროს და სქემატურად ესე იგი აი ესეთი რაღაცა ხაზი აქვს ამას და დავყოფთ აი ამას რამდენიმე ნაწილად. უყურეთ რა ხდება. პირველი ფაზა ეს არის აგზნების ფაზა. აი მაყურებელს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ 18 წლამდე მოზარდებმა მოარიდეთ თვალი. ცოტა გაინავა. ბუთხუს მოარიდეთ თვალი. ეს არის პირველი აგზნების ფაზა. როდესაც ადამიანი არ აქვს მნიშვნელობას სქესს იგზნება და ეს აგზნების ფაზა მიდის მაღლა. შემდეგ ამას ქვია ეგრეთ წოდებული პლატო, თუ რამე შემეშლება ჩვენი ექსპერტები გაგვისწორებენ. პლატო, როდესაც აგზნების შენარჩუნება ხდება რაღაცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, აი აქ ხდება კულმინაციური მომენტი, რომელსაც ჩვენ ორგაზმს ვუწოდებთ და ასტმა გონია ხანდახან. დედა რა საინტერესოა და გეტყვი რატო? მართლა? არა მარტო საინტერესო, სასიამოვნოა. არა, სხვა რამეს გულისხმობ და გეტყვი რატო? და ორგაზმის შემდეგ დგება ეგრეთ წოდებული რელაქსაციის ან რეზოლუციის ფაზა, როდესაც იძინებ და ჭამ. ნეტარყუჩობას რო ვეძახით ქართველები. აი ესეთი პერიოდი არის და ზოგადად ესე იგი აი ესე გამოიყურება. ნუ ცოტა ფალოსური შეხედულება კი აქვს, მაგრამ ნუ ბოლოს ორგაზმზე ვლაპარაკობს და აი ესეთი ის აქვს, რა ქვია. განსხვავებით მამაკაცებისგან სხვათა შორის, რომელსაც ეს რეფრაქტორული ფაზა, ანუ რეზოლუციის ფაზა დიდი ხანი გრძელდებათ, ზოგიერთ ქალს აქვს საშუალება, რომ აი ამის შემდეგ ისევ სწრაფად დაიწყოს მისი სქესობრივი აქტივობის ფაზა და ისევ სწრაფად მიაღწიოს ორგაზმს. ამას მრავლობით ორგაზმს იქნება. რატო გამიკვირდა ეს ნახა? ზუსტად ესე არის რეჟისორული ანალიზს რო აკეთებ სპექტაკლისა, ზუსტად ესე იწერება და გინდა მსახიობი როლს როცა აგებ, ზუსტად აი ესეთივე განვითარების ხო სწორი ვარ? გახურდა. თავისი ყველაფერია. ზუსტად ნახაზე ერთი და იგივეა ეს ადაგება ყველანაირად. ვიცით მაგინო რომ ფაქტიურად თეატრალური ცხოვრება ორგაზმის მსგავსია. ძალიან ახლოს არის თეატრალური ცხოვრება ორგაზმს. ყველგან ერთი ყოფილა. დრამატურგია ერთნაირად იხაზება. ეხლა მე რა მინდა კითხო. ლევან, საინტერესოა, აქვთ თუ არა ცხოველებს
აი ეს ყველაფერი. ეს ყველაფერი უბედურება. სხვათა შორის ბიოლოგები დღემდე ვერ შეთანხმებულან ერთი ყველაზე უფრო მეტი პლატოც არის და ყველაფერი. ოღონდ ნამდვილად დანამდვილებით არის, მაღალი ალბათობით არის დადგენილი, რომ პრიმატებს ჩვენთან ყველაზე ახლო ყოფს მაიმუნებს, ეს არის ორანგუტანები, ეს არის გორილები და ეს არის შიმპანზეები, როგორც ჩანს ისინი განიცდიან ორგაზმს. იმიტომ რომ მათი მიმიკა ძალიან გავს ჩვენსას, ასევე ძალიან მარტივად შეიძლება, ხო? ზუსტად. და ასევე ძალიან მარტივად შეიძლება სხვადასხვა კუნთების შეკუმშვის დაფიქსირება და ამის და მიხედვით მიხვდა რომ ალბათ შესაძლოა ისინი განიცდიან ზუსტად ან დაახლოებით ისეთივე გზნობებს, ორგაზმზე არის ლაპარაკი. მაგრამ თხუნელად ვერ გამოიკროებ, იცის გვეჟა. ხო და აი იცი რა არის, მარტო თხუნელა არა, აი სხვა ცხოველები, რომლებსაც მაგალითად მიმიკა არ აქვთ და თქვათ ესე მარტივად მათი კუნთების იმას რა ქვია, მუშაობას ვერ შეისწავლი. ეხა მაგალითად რომელიმე ქალბატონი ვირის ან ქალბატონი ბატონი ცხენის კოიტალურ ფანტაზიებში ვერ შეიჭრებით. არის მაინც ქალბატონი ვირი ქალბატონი ცხენი არავის არ ძაღლი ძაღლსაც არ ვიცით. მაღალი ალბათობით შეიძლება ვივარაუდოთ რომ პრიმატების ქვემოთ კიდევ თქვათ ბევრ სახეობას აქვს, თუმცა ზუსტად ვიცით რომ პრიმატებს აქვს ისევე როგორც ადამიანებს. ლევა, შენ ისევ და ისევ ცხოველებისკენ კითხვა მინდა დაგისვა. ხე მედიკოსები ამტკიცებენ რომ ადამიანებში ამ აქტის დროს ტექნიკა არის მთავარი და თქვათ არა პარამეტრები და ზომები, ხო და აი ცხოველებში როგორ არის ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა ზომას, ხო? იცით რა, მიუხედავად იმისა რომ ჩემის აზრით, მიუხედავად და არა მარტო ჩემის აზრით, რაც წამიკითხავს და რა ურთიერთობაც ქონია სექსოპათოლოგებთან და ისინი ალბათ კიდევ უფრო მეტად გაგვარკვევენ, თვათ კორექტული გამოთქმა არ არის რომ ზომას მნიშვნელობა არ აქვს. ზომას რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს. მაგრამ აქვს რაღაცა კრიტიკული იმას, რა ქვია, ზომას მნიშვნელობა ისევე როგორც ადამიანებში, ისევე ცხოველებში. ანუ სახელი რაც ქვია, იმას უნდა გავდეს მაინც. ნამდვილად, ზუსტად. ეხლა პათოლოგიურად პატარა ზომები, ცხადია. პათოლოგიურად პატარა ზომები, რა თქმა უნდა, ეს, წარმატების ინდიკატორი ნამდვილად არ არის. კარგი, ეხლა ლევან, ეს თუ არ გავაჩერი, არ გაჩერდება არასდროს. მე მინდა რომ ჩვენი პირველი სტუმარი შემოვიყვანო, ლევან, შეიძლება? რა თქმა უნდა, სიამოვნებით. ესე იგი, ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის დირექტორი აკადემიკოსი არჩილ ხომასურიძე. მოგზადეთ ბატონო არჩილ. გამარჯობა. დიდი მადლობა რომ მოგზადეთ, დავზადეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ხო? დიდი მადლობა მოგზანებისათვის. ბატონო არჩილ, დიდი მადლობა პირველ რიგში მოგზანებისათვის. და პირველი კითხვა ასეთი მინდა დაგისვათ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის ცხოვრებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში ორგაზმი, ანუ ყოველდღიურობას უსვავ ხას და არა ვთქვათ მის ზოგადად მნიშვნელობას, აი ყოფითი თვალსაზრისით და ხომ არ ხდება ხოლმე ხანდახან ამ საკითხის ზედმეტად, ამ საკითხისადმი ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება. ეს ასეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენ ყოფიერებაში თუ პრინციპში ახლა ეს მოდაშია და ამიტომ ვლაპარაკობთ ხოლმე ამაზე. ცოტა შორიდან მოული, თუ არ გექნება განსაკუთრებული რეგლამენტი თუ არ არის, იმიტომ რომ თუმცა ვცდილობთ რომ სწრაფად უპასუხოთ, იმიტომ რომ ბევრი კითხვები გვაქვს და ბევრი სტუმარი მყავს. ჯერტი ბარაქალა რომ კიდევ მიაქციეთ ყურადღება ამ ძალიან საჭირო ბოროტო საკითხს. ყოველგვარი ქათინაურის ზედმეტი ქათინაურის გარეშე აბსოლუტურად აუცილებელია. და რაც შეიძლება მეტი უნდა ვილაპარაკოთ. მე მინდა შევახსენო ყველას, რომ სქესობრივი ფუნქციის განხორციელების უფლება არის ისეთივე აბსოლუტურად აუცილებელი უფლება დემოკრატიული საზოგადოების, როგორც არის სიტყვის თავისუფლება. არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ერთ-ერთი ფუნდამენტური თავისუფლების. ესე იგი, ყველაფერი, რაც არის ყველაზე ფუნდამენტალური, რაც არის, ესე იგი, მათ შორის არის რეპროდუქციული ფუნქციის განხორციელება ქვია ამას, რეპროდუქციული ფუნქციათა შორის სქესობრივი ფუნქცია არის ერთ-ერთი მთავარი. მეორე, ადამიანის როგორც ევოლუციის განვითარების გვირგვინის ერთ-ერთი მთავარი ფიზიოლოგიური ფუნქცია, აგრეთვე გახლავთ სქესობრივი ფუნქცია. ისეთივე აუცილებელი ფუნქცია, როგორიც არის საკვების მიღება, როგორიც არის სასმელის მიღება, როგორიც არის სუნთქვა. ანუ შეულებრივი ყველაფერი ეს არის აუცილებელი. რატომღაც ეს ყველაფერი არის ხოლმე ძალიან ისეთი ან ტაბუდადებული, ან ნაკლებად ვლაპარაკობთ. რა თქმა უნდა, არის ტაბუდადებული, სრულიად პარადოქსულად, სრულიად დაუნსახებლად, სწორედ იქ მივედით, რაც თქვენ შემეკითხეთ. და არის სულიად სავალალო მდგომარეობაში.
ანუ ჩვენ შეგვიძლია მაღალი ალბათობით ვივარაუდოთ, რომ საკითხისადმი ეს არ არის ზედმეტად მნიშვნელობის მინიჭება. ამაზე ლაპარაკი უნდა იყოს და ეს უნდა გაირჩიეს, თუ აკადემიური თვალსაზრისით, თუ განათლების კუთხეში არსებითად მნიშვნელოვანი არის ეს რამდენადაც ყველანაირად როგორც უფლება და ყველანაირად როგორც ადამიანის ელემენტარული ფუნქცია. სავალალოში რა იგულისხმება ბატონო არჩილ, აი სავალალო ამ ხრივ ჩვენ ქვეყანაში ანუ გაუნათლებლობა თქვა თუ ძირითადი არის გაუნათლებლობა, ერთ-ერთი მიზეზი არის შეზღუდვები, ანუ და აი ინტერაქტივშიც ლიდერობს აი სწორედ ეგ პუნქტი. სექსუალური განათლების დეფიციტი. უფრო მეტი ხალხი ჯერჯერობით ამ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახლავთ განათლების სისტემის არარსებობა ჩვენს ქვეყანაში. ბატონო არჩილ, როგორც გამიგია, ხშირ შემთხვევაში მამაკაცებს ნაკლები წარმოდგენა აქვთ, რა არის ქალისთვის პრიორიტეტი. ასევე ქალების მხრიდანაც შეიძლება იგივე ითქვას. თქვენი აზრის რატო არ ხდება ხოლმე პარტნიორებს შორის თქვა შეთანხმება? ან სქესობრივი განათლების საკითხია იქნებ კომპლექსები, როგორ უნდა დაიძლიოს ეს ყველაფერი და საერთოდ ეს პრობლემა ორმა ადამიანმა როგორ უნდა დაძლიოს თქვა. ყველაფერი ერთად ერთი, მაგრამ მთავარი მიზეზი ამ ყველაფერად ერთისა, რაც თქვენ ახსენეთ, მიზეზთა შორის, ყველაზე მთავარი დღეისდღეობით და ყველაზე დიდი პრობლემა არის სქესობრივი განათლების არ არსებობა ქვეყანაში. რაც არის ესე იგი სრულიად დაუშვებელი. იმიტომ რომ მთელი ყველანაირი მიზეზების გამო ეს არის როგორც გითხარით კიდევ ვიმეორებ რომ ეს არის ჩვეულებრივი ნორმალური დემოკრატიული საზოგადოების წევრის ელემენტარული უფლება და მისი ფუნქცია. როგორ შეიძლება ამაზე არ ვილაპარაკოთ? ყველაფერზე უნდა ვილაპარაკოთ ისევე როგორც ელემენტარულ სხვა ფუნქციებზე ხო? რამდენად შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ ან კიდე სხვა ქვეყნის რამე მაგალითები თუ არსებობს რომ იქ სადაც თქვათ განათლებას ექცევა დიდი ყურადღება ეს კომპლექსები ბჭყალებში არ ვიცი კომპლექსია თუ არა ეს კომპლექსები ადამიანებს შორის არაკომუნიკაციისა მოხსნილია ან კიდე დადაბლებულია და ბოდიში თანაპასუხებთ გახსოვთ ხო ჩვენ განათლება ქონდა ერთი ამ სექსუალური განათლების სკოლებში ძალიან არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია მერე დამთავრების მერე უკვე ზოგი ამბობდა რომ არ უნდა ლაპარაკოთ ამაზე როგორ შეიძლება საუბროთ სკოლაში რა უნდა თქვათ ამ თემას და ასე შემდეგ იყო ეს თვითონ გააჩნია როგორ ვიტყვით ხო აი ეს უკვე ამის მოსაზრება ამასთან დაკავშირებით ჩვენ დიდი ხანია უკვე ჩამოგვიყალიბდა ექიმებს შემიძლია თუ რო გექნებათ გეტყვით რა მოსაზრებაც არსებობს იმისა რომ გადაილახოს ბოლოს და ბოლოს ეს ტაბუ და გადაილახოს ბოლოს და ბოლოს პრობლემა რომელიც არსებობს სკოლებში სქესობრივი განათლების შემოღებასთან დაკავშირებით სრულიად რეალური საშუალება ამისი არსებობს მართა აუცილებელია მხოლოდ რომ ვიღაცამ თავის ხელში აიღოს და გაუწიოს ანუ თან ბატონო რაღაც კონტროლის ქვეშ უნდა იყოს ხო ჩვენ ახლა წიგნები გვაჩვენეს სადაც თუ რა ვიცი ზოგი რაღაცა მიუღებელი იყო აბსოლუტურად თლიანობაში ახლა ამაზე იცი რა ძიმე ხანდახან მიუღებელი რაც არის ხოლმე ჩვეულებრივად თქვა ჩემთვის და შენთვის რომლებიც არაპროფესიონალები ვართ და შეიძლება მართლა რაღაცა ტაბუსვა და შეიძლება პროფესიონალებმა თქვან რომ ეს ხო არა ამ შემთხვევაში არ ვიცი მე მშობელი უნდა წვითავდეს თუ თქვა პროფესორი და აკადემიკოსი რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა მიაწოდოს ბავშვს რა დონეზე შეიძლება ჩვენთვის მიუღებელი იყოს რაღაცა და ეკიმა თქვას ან სპეციალისტმა თქვას რომ არა ეს მისაღებია და ნუ შეგეშინდებათ ან პირიქით ჩვენ რასაც აღვიქვავთ ნაკლებად საში შეიძლება თქვას პროფესიონალმა ყველა შემთხვევაში მე მომხრევა ხოლმე პროფესიონალის მიერ დაგეგმილისა და ამისი მისი თქვენ მკითხეთ მე როგორ არის ამ ხრივ სიტუაცია ვთქვათ რაღაც სხვა სფეროში სხვა ადგილას ვთქვათ დასავლეთ ევროპაში ხო ეხლა ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ ამაში პასუხს მივიღებთ და პასუხს მივიღებთ რეკლამაზე აზრი არ დავკარგოთ ოღონდ რაც თავარია პირველი ანტრაქტი შუადღის ეთერში დაბრუნდებით სულ ცოტა ხანში ეთერში კვლავ არ გადარჩო რა თქმა უნდა არ გადარჩო ბრუნდებით პირდაპირ ეთერში სამწუხაროდ ესე იგი ჩვენმა ანტრაქტმა და რეკლამამ შეგვაწყვეტინა საინტერესო კითხვა ბატონ არჩილთან გქონდა და გავიმეორებ ამ კითხვას რა მდგომარეობა არის თქვა აი ამ განათლებასთან დაკავშირებით თუ სწრაფად შეგვიძლია შევადაროთ საქართველოსა და ნუ რომელიმე ნებისმიერ ქვეყანაზე სადაც თქვენ მონაცემები გაქვთ და რამდენად პერსპექტივა გვაქვს ძალიან შორიდან არ მოული მაგრამ ერთ ფაქტს გეტყვით რომ მე შეხება მაქვს ასეთ კონტინგენტთან და პაციენტების, უშვილო პაციენტების და სხვა სქესობრივი მოშლილობიან პაციენტებს მეკითხები ყოველთვის რა თქმა უნდა სქესობრივი ფუნქციის შესახებ და მათ შორის ორგაზმის შესახებ ესე გჭირდება. ასე რომ ყოველდღიურად დაახლოებით შემიძლია გამოთვალო თუ რა სიტუაციაა ჩვენ საზოგადოებაში. და რაც შეეხება სხვანაირად შეუძლებელია არ არსებობს სტატისტიკა ჩვენთან ამასთან დაკავშირებით, მაგრამ ამდენი წლის განმავლობაში ყოველდღე იგერ და იგივეს ვეკითხები და დაახლოებით მაქვს წარმოდგენა და მაქვს ამას პრეტენზია რომ განსაზღვრო რა სიტუაცია. ამას ქვია ერთი სიტყვა სავალალო მდგომარეობა.
და იქ სადაც არსებობს სტატისტიკა, ну თქვათ ავიღოთ ევროპული ქვეყნები, განვითარებულია, აიღოთ დანია, ჰოლანდია. არსებობს 100 წლის განმავლობაში და მეტი კიდე სქესობრივი აზრდა. დაწყებული უკვე არა მეოთხე, არამედ მესამე კლასიდან სკოლების. მოკლედ რომ ვთქვათ, სტატისტიკა მეტყველებს მე უკვე სტატისტიკაზე უკვე მეტყველებს ის თუ რა მდგომარეობა სქესობრივი ფუნქციის განხორციელების თვალსაზრისით, მათ შორის ორგაზმის განხორციელების თვალსაზრისით. ეს პრობლემა საერთოდ რო ავიღოთ დანიელ ქალებს აწუხებთ დაახლოებით 20%-ში. 20% ქალებისა 20%-მდე ისიც არ არის. და აი ესეთი რო წარმოვიდგინოთ და აი საქართველოში ისე მართალია სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ თქვენი წარმოდგენით გეტყვით, აი სწორედ მაგასთან მივდივარ. რაც შეეხება ლიბიდოს არქონას, ძალიან რაღაცა 1-2%. საქართველოში მე ვრჩება ესეთი დაბეჭდილება და არა მარტო საქართველოში, სხვათა შორის ჩვენ რეგიონში აზერბაიჯანი, სომხეთი იქაც მიხდება. ყველა მეორე ქალს ორგაზმი არ აქვს. ან არ აქვს სრულყოფილი. ეს რაღაც ძალიან სავალალოა, მართლა სავალალო მდგომარეობა არის ამ თვალსაზრისით. და რაც შეეხება ლიბიდოს, სქესობრივი ლტოლვის არქონას, ესეთი დაბეჭდილება მექნება, რომ ეს არ აქვს დაახლოებით 25%. ოჰ. სავალალო კი კატასტროფაა. და შემიძლია თქვა, რომ ჩვენი აქედან გამომდინარე, ჩვენი საზოგადოება არის ყოველგვარი გადამეტების გარეშე სქესობრივი ინვალიდი. რატომ ამ ციფრებს თქვა დაახლოებით აი რაიმეთი რაც დაყრდნობით ასახელებთ თქვენ ხა პრაქტიკით ხო თქვენი პრაქტიკიდან არ არსებობს სტატისტიკა. კვლევა, დემოგრაფიული კვლევა არ ჩატარებულა. ეს ჩვენ ინტერესებში არ შედის, თორე ჩვენ ჩავატარებდით. მაგრამ არ არის პროფილი ინსტიტუტის ინტერესებში კი შედის, ქვეყნის ინტერესებში და აბსოლუტურად აუცილებელია ჩატარება. მაგრამ არავინ არ მიაქცია ჯერ ყურადღება. და ჩვენი სხვა პრობლემებიც ყოფნის. და ამიტომ გეუბნებით ჩემი განზოგადება. ასაგები, რომ დამძიმე სიტუაცია ესე იგი ესე გამოდის. მე მგონი და სავალალო. რადგან ესეთ წავიდა საუბარი, სხვა გზას ხო არსებობს ორგაზმის მიღწევის, ეს არის მასტურბაცია. ხო, ეხლა ბავშვობაში ყველას აშინებდნენ მშობლები, რომ მავნებელია, თქვათ მე მახსოვს იყო ესეთი რომ ცის კარგავდა ეს არ გააკეთო. ხელზე ბალანი ამოგივა. სამხო ბალანი ამოგივა. ტუალეტში რო შეხვალ ტაში დაუკარდი, მის გამოსავალი იყო მე. როგორც ექიმი დაპუნებდნენ ხოლმე და აი მავნებლობა რამეა აქვს თქვათ ამას. როგორც ექიმი კი პასუხებთ, არაფერი ნესმის ეხლა ჯამთელი სიცილი ამასთან დაკავშირებით სატირელი რო არ იყოს. არა, ნუ სასაცილო არის. მაგრამ იგივე სასაცილო სფეროდან შემიძლია გითხრათ, რომ ჯერ კიდევ ბატონმა არა, ამხანაგმა ლენინმა თქვა, რომ ყურადღებით ნუ აქცევთო. ნუ ეპყრობით მასტურბაციას ძალიან სასიამოვნო საქმეა თქვა. Наиприятно еще вещь თქვა. მაგრამ არასასაცილოდ რო ვილაპარაკოთ, პრინციპში არასასაცილოდ არის რამე ამაში კატასტროფა და სქესობრივ აქტივობისგან თავის შეკავებას მასტურბაცია ჯობია. და მისი მავნეობის შესახებ და გართულების შესახებ მოსაზრებები ძალიან მნიშვნელოვნად არის გადაჭარბებული. მოკლედ რომ თქვა, არაფერი საშინელება მასტურბაციაში არ არის. მიმასტურბიროთ. ერთი დასკვნა ასეთი გამოვიდა. ყველა ჯობი არა, ესე არა. ყველა ჯობია რეგულარული სქესობრივი ცხოვრება. როცა არ გამოდის რაც ჩვენ რეალურ სიტუაციაში მთელი რიგი მიზეზების გამო, მათ შორის სქესობრივი აღზრდის არარსებობის გამო თავშეკავებას ჯობია ზოგი ძახის სხვათა შორის ჩვენი საზოგადოების ზოგიერთი ბრწყინვალე წარმომადგენლით დამსახურებულად იძახის რომ თავშეკავება ყველას ჯობია, მაგრამ ჯერტი არ გამოდის ეს თავშეკავება. შეუძლებელია. რატომ? არარეალურია. შეუძლებელია. ნუ ინსტინქტი არის ინსტინქტი. ნაწილობრივ სქესობრივი ფუნქციის განხორციელება არის ინსტინქტი, ხო? რა თქმა უნდა. ადამიანებში არა მარტო ინსტინქტი. ცხოველებში არის სუბთა ინსტინქტი. ადამიანებში ინსტინქტის გარდა ეს არის ძალიან რთული ნეიროენდოკრინული ფენომენი. ქალებში უფრო რთული სხვათა შორის, მამაკაცებში შედარებით დიდი ბოდიში ცოტათი პრიმიტიული. ბატონო არჩილ, მოგპატია, თქვენ მოგმართავენ ძირითადად უშვილობის ნიადაგზე თუ რაღაცა უკვე რაღაც სექსუალური პრობლემები, თუ ამ პრობლემებით მოგმართავენ უკვე რაღაც წინ გადადგმული ნაბიჯი არის? ჟორდანიას ინსტიტუტი მარტო უშვილობის ინსტიტუტი არ არის.
რა თქმა უნდა ტრადიციულად ძირითადად უშვილობაა, მაგრამ ჩვენი საქმეა კონტრაცეფცია, კლიმაქტერიული სინდრომი, მენსტრუალური ციკლის მოშლილობა, სქესობრივი მოშლილობებიც, ხო? მაგრამ უშვილობა მოგეხსენებათ ახლა ორსულობა მოდიან ამ პრობლემით თქვა სექსუალური მოდიან პრობლემით მიძულებული ვარ კითხო იმიტომ რომ ყველანაირ შეკითხვაზე უნდა გამცენ პასუხი რომ რაღაც რეკომენდაცია მივცე არა უშვილობა სქესობრივი ცხოვრების გარეშე არ გამოდის ორპირი ქარით ქალი ვერ დაორსულდება მოგეხსენებათ ხო როიც ხო იცოდნენ ხოლმე აუზე ამ ყვაპირსახოთ მაგრამ სკამზე დავჯი მაგრამ მეორე მხრივ არც ისე პრიმიტიულად დგას დღეს თანამედროვე მედიცინაში საკითხი რომ სქესობრივი ცხოვრება მარტო ორსულობისთვის არის სქესობრივი ცხოვრება არის არა მარტო ორსულობისთვის და ეს მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა არამედ ჩემი კოლეგების და სხვაებიც ახლა უწოდებენ ამას რომ სქესობრივი ცხოვრება არის საჭირო სიამოვნებისთვის. ლეუდაველს. ამ სიამოვნებაში არის რა თქმა უნდა ჩართული ჩვენი თვალსაზრისით. უკვე ამას მარტო სიამოვნება არ არის, ეს მთელი კეთილდღეობა და ჯანმრთელი სტატუსია პიროვნებისა და მისი ღირსების საქმეა, რომ მას კონდეს ჯანმრთელი სქესობრივი ცხოვრება. იცით რა მაინტერესებს? არსებობს თუ არა რამე სტატისტიკა? ანუ მასტურბაციას მოზარდი გოგონები ისეთივე ინტენსივობით მიმართავენ როგორც მოზარდი ბიჭები ან ქალებიც ისევე მიმართავენ ისეთი ინტენსივობით როგორც მამაკაცები? რამე სტატისტიკა თუ არსებობს? არ არსებობს. რა თქმა უნდა არ არსებობს, ძალიან ესეთი ფაქიზის სფეროა. ჩვენ ყველას სფეროს ვეკითხებით, რა თქმა უნდა, მე ყველაზე სხვათა შორის პასუხობენ. ზოგიერთი გიმალავს, მაგრამ ეს იმდენად ფაქიზის სფეროა, რომ მანდამაინც ჩვენ თანაც არ გვაინტერესებს, არ დაინტერესებულად, მაგრამ მე ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეპროდუქციული ფუნქციის კარგი თვალსაზრისით და უარყოფით თვალსაზრისით, მაგალითად, უარყოფით თვალსაზრისით არის აბორტებს რო იკეთებენ, მაგალითად, ხო? ყველა თვალსაზრისით რო თუ ვიმჯელეთ და აბორტები მაგალითად მოზარდებში, ხო? ვიმჯელეთ ჩვენ ქალები, გოგონებიც, ბიჭებს უარყოფით და დადებით და არაფრით არ ჩამორჩებიან. ძალიან კარგი. გარ ჩვენ მეორე სტუმარს უხმოთ ახლა. იცით, აი მას საინტერესო არის პრაქტიკული იმისი რა ქვია კლინიკა ლიგაში შესაძლებელია რაიმე სტატისტიკა იყოს ამასთან დაკავშირებით და ამ კუთხით არის საინტერესო ჩვენი მეორე სტუმარის მოწვევა. ბატონ არჩილ ბაქრაძე, თხოვოთ პროფესორს, კლინიკა ლიგას დირექტორი. კლინიკა ლიგას დირექტორი, გამარჯობა არჩილ. გამარჯობა ბატონო. დიდი მადლობა მოგზაურობისთვის. აგერ თუ გნებათ დაუწმეთ, თუ გნებათ აიგოთ და პრობლემა არა. ბატონ არჩილ, მე უნდა დაგისვათ კითხვა. არსებობს თუ არა გამოკვლევები, რაც თავის დროზე უცხოეთში კინზიმ და მასტერსმა და ჯონსონმა გააკეთეს. მერე მრავალ ქვეყანაში ეს ყველაფერი აიტაცეს. როგორც მითხრეს. ანუ სტატისტიკა რამდენი ქალი განიცდის, ან არ განიცდის ორგაზმს საქართველოში და რა პრობლემა მოაქვს ამას? პირველ რიგში, მინდა მივესალმო იმ სექსუალურ ქარიშხალს, რომელმაც ჩვენ ტელევიზიებს გადაუარა ბოლო ხანებში, ჯერ სიძვაზე, მერე სარუსკი პოემებზე, მერე პორნოზე, სხვადასხვა არხებზე და დღეს ორგაზმზე. და სამდის თქვენ კი პასუხებთ, მე დაგისვამთ ერთ შეკითხვას. როდესაც ორგაზმზე საუბრობთ, ვის ორგაზმს გულისხმობთ? ქალებში, კაცებში, ორი. და ვცდილოთ რომ დავაკონკრეტოთ თუ კითხვა რომელიმე მოდით ესე გავაკეთოთ. რომ ზუსტები ვიყოთ. მამაკაცებში როგორც ბატონმა არჩილმა ახლა ხან ბრძანა, ეს საკმაოდ ეს ფიზიოლოგიური დონეა უფრო. აი თუ ორგაზმზე საუბარი და საინტერესოდ ასე თქვა ვილაპარაკოთ, რა თქმა უნდა ქალის ორგაზმზე ლაპარაკი. თქვენი გრაფიკი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, თუ პროფესიონალურად მიუდგები, თუმცა არსობრივად მართალია. ისეთი ზოგადი ხო პლატო უფრო წაწოლილი უნდა ყოფილიყო და ორგაზმის პიკი უნდა ყოფილიყო. საქმე რაშია, იცი? დავინჩი არა, ჯერ ეს გრაფიკი არის ძევა საშუალებას ორგაზმის მთელი სიგრძესი განიცაუბარზე თუ შეიძლება კორექტივაში შევიდა. იმიტომ რომ თუ ქალების ორგაზმზე ლაპარაკი და ჩვენ თუ გამოვტოვებთ მე ლურჯით ასე ვთქვათ თუ გამოვტოვებთ ამ პლატო ანუ აგზების ფაზა და პლატოს სუპერსეტს გავაკეთებთ ანუ სწორს აი სექსუალურ გაგზავნის დროს პლატოს ფაზა როსაც მატობთ და შემდეგ რაღაც წერტილიდან სქესობრივი იწყება ზვავისებურად სიამოვნების გაზდა ესეთი პიკი დაახლოებით და შემდეგ აი ესე აი ესეთ განსხვავება აი ეს გრაფიკი გვაძლევს საშუალებას შემდეგი ნაბიჯი ვთქვათ ასე ვთქვათ გადავდგათ ორგაზმთან დაკავშირებით და თუ სქესობრივი აქტი ეფექტურად მიმდინარეობს ასე ვთქვათ ეს სიტყვა მოდაშია დღეს შეიძლება ქალმა განიცადოს მეორე ორგაზმი
შემდეგ მესამე, ეს მულტიორგაზმული ვარიანტია. და თქვენ იცით, აი თქვენთან მაქვს შეკითხვა. ნუ ნებისმიერ თემაზე. ვინც მიპასუხებს ბატონ არჩილთა და კი ბატონო, ორგაზმზე უფრო სასიამოვნო ფსიქოფიზიოლოგიური ფენომენი თუ გაგიგიათ, არც თუ არა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ქალების ნაწილში არსებობს უნარი, თუ სქესობრივი აქტი აქ დაიწყო, გრძელდება საკმარისად დიდი ხანი და იწყება მრავალჯერადი ორგაზმი, რაღაც მომენტში გადადის ეგრეთ წოდებულ ორგაზმულ სტატუსში. ანუ ქალი იწყებს ორგაზმის გაცნას არა 8-10 წამიანს, არამედ შეუჩერებლად სამის ამას არ ორგაზმული თქვენ წარმოიდგინეთ ანუ ეს ყოფილა ეს შემთხვევა თქვენ წარმოიდგინეთ ეს ძალიან ცოტა რომ ამ დროს ეს რა მდგომარეობაა იცით ეგეც ფიზიოლოგიური კომფორტის მდგომარეობა და მართლა ხდება ინვერსია მძნობელობის ადამიანი კარგავს უდარს შეამჩნევს რა მდგომარეობაშია რა პოზაშია და როდესაც გიზლდება უცებ აღმოაჩენს რომ იქ იმყოფება სადაც არ უნდა იყოს სქესობრივი აქტის დასაწყისში ასე თქვა სხვაგან იყო და აი თუ ორგაზმზე ვილაპარაკეთ. მაგრამ მოდი ცოტა სხვადასხვა შევატყევთ. კიზლის, მასტერს და ჯონსონს ეს ფუნდამენტური საკითხებია რომ ამ გადაცემაში დროის დახარჯვა არ არის. რა თქმა უნდა აღებს. მოდით უფრო ასე ვთქვათ პროვოკაციული გზით წავიდეთ. და დაუკავშიროთ ორგაზმი ისეთ ფენომენს რომ რა იწვევს ორგაზმს. ნუ თავიდან ვთქვათ რომ ადამიანის სექსუალური ფუნქცია ეს არის მისი ფიზიოლოგიური ფუნქცია და ის ვისაც არ აქვს უნარი გაცდის ამისი ეს არის ინვალიდი რა ბატონო რა თქმა უნდა აი რა იწვევს ამ ინვალიდიზაციას არის საკმაოდ დიდი პროცენტი მე მიჭირს თქვა რა პროცენტია ლიგაში მომართვიანობა ძირითადად მამაკაცების მხრიდან არის სამწუხაროდ ქალბატონები ბევრ ქალბატონს აქაც ვეთახვება საერთოდ ბატონ არჩილს ყველაფერში ვეთახვები ბოლო 30 წელი რაც მუშაობ სექსოლოგიაში და ასე თქვა ჩემი დიდი პატივისცემა და მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ საზოგადოებაში ჩვენ ევროპა არ ვართ ჩვენ middle east ხო ქალები ხშირად მიდიან იცით შეთანხმებაზე თავიანთ სიდისთან და ურჩევდიან და სპექტაკლი დაიდგას თუ მამაკაცი გამოცდილი არა და გძნობენ რომ ორგაზმად მიიღებს იმას რასაც დაუშვათ შესთავაზებენ რაღაც კონjunktურის გამო სამსახურებრივი წისვლის გამო ჯინაზე 26 მოტივაცია სიყვარულის გარდა 26 მოტივაცია არსებობს სიყვარულის გარდა და ამას შევეშოთ აი სქესობრივი ასე ვთქვათ აქტის ეს მომწონს ხო რა ჟივი ხივილია მე ხო ჩვენ შევთხოვთ რომ პროვოკაციული გზით ვიდივართ არა ჯობია ყურადღება რომ მივიფოთ ასე ვთქვათ რა თქმა უნდა აი მე ვასწრებ თქვენს ასე ვთქვათ შეკვეთას ხო და აი რა არის ორგაზმი? ფორმალურად ორგაზმი არის კულმინაცია, ანუ სქესობრივი აქტის კულმინაცია, თუმცა აღმოსავლეთში ცოტა კიდევ სხვადასხვა უყურებთ, მაგრამ ეს არის დაკმაყოფილება. აი აქ ჩვენ უკვე ვებებით იმ სიტყვას, რასაც ქვია პოტენცია და შესაბამით იმპოტენცია და ასე შემდეგ. ანუ კლასიკაში თუ პარტნიორულ წყვილზე ვილაპარაკებთ, ხო? მოდით გეტეროსექსუალურ წყვილზე ვისაუბროთ, მამაკაცი ქალი, კლასიკურად, იმიტომ რომ ვარიანტები არის, მაგრამ ძირითადად ვილაპარაკოთ. ეს არის პოტენცია არის არა აი რაც ჩვენ მამაკაცებს გონიათ რომ მაგარი ბიჭი ვარ, რა კი მოახერხა და იცხოვრა. ერთი ღამის განმავლობაში ხონდა სქესობრივი აქტი 4 მეძავთან დაუშვათ რაღაცა დაგვარი. ერთდროულად? ხო, ნუ არა ერთდროულად არა, რა მნიშვნელობა აქვს აი ამით ვაშკაცობა და ერთი და იგივე პარტნიორთან დაუშვათ 3-ჯერ და 5-ჯერ და თავარი ეს კი არ არის, თავარია გახდეს მამაკაცი მიზეზი ქალის დაკმაყოფილების. იმიტომ რომ თუ ვერ დააკმაყოფილე ქალი ეს იგივეა, რაც საერთოდ ერექცია არ ქონოდა და საერთოდ ჩაგიტარბი, ანუ იმპოტენცია. აი ამას თუ თქვენი გადაცემა იზამს, რომ მამაკაცი საზრუნებაში ჩადებს, რომ თუ ქალი მასთან ურთიერთობის დროს ვერ კმაყოფილდება, იმპოტენცია. ამიტომაც ეს არ არის აბსოლუტური სახელწოდება. ერთი და იგივე მამაკაცი შეიძლება ვიღაცასთან იყოს პოტენტური, ვიღაცასთან არ იყოს. ცოლის გარდა. ხო, და აი აქ ირთვება საკითხი სქესობრივი აზრის. აქ ირთვება საკითხი სექსუალური კულტურის. რატომ იცით? იმიტომ რომ აი ეს საქართველოში ვართ მართლმადიდებლური ოჯახიც უფრო მტკიცეა. თუ ცოლ-ქმარი
ერთმანეთთან არ ცოლიფლობს თავის ხელს, არამედ ქმარი, ხო იცით რას ნიშნავს? იცით რომ ნებისმიერი ქალბატონი თავის მეუღლის ან ბატონმა არჩილმა დროულად თქვა მეუღლე ახსენა რა კი თავის ქმარის ასე თქვა ინტიმურ სიტუაციაში არანაირი ქცევა არ ჩაეთვლება არ ეთვლება სიძვათ. პირიქით, რით უფრო ღრმა სექსუალურ და დაირდარ სექსუალურ ურთიერთობა აქვს ცოლ-ქმარს, მით უფრო არც ერთ პარტნიორს არ უნდა გახედვა გვერდზე. და საყვარლისმოვდა და ეს ამტკიცებს. იცით, პარადოქსი რა არის, რომ ჭეშმარიტი მაღალი სექსუალური კულტურა ამტკიცებს მართლმადიდებლური, ასე ვთქვათ, მიდგომის ქრისტიანული ზოგადად მიდგომის ფუძეს, ოჯახს. აი ამ რაკურსითაც მინდოდა ორგაზმის ცედება. იცით რა, მაგ კუთხით რომ ბრძან ბატონო არჩილ ახლა თქვა კი ეს არის იდეალური სურათი, რომელიც უნდა იყოს და თქვა რომლისკენაც ჩვენ უნდა ვისწრაფოთ, მაგრამ რეალურად აქ შემოდის ერთი დელიკატური საკითხი ახლა თქვა იგივე ფორმებზე როდესაც გქონდათ თქვენ საუბარი, ხო? ნუ მაგალითად ორალური სექსი, რომელიც თქვა ძალიან ხშირად ქართულ ოჯახებში ეს ტაბუდადებული თემა არის და განსაკუთრებით როდესაც ორალურ სექსზე არის ხოლმე ლაპარაკი და როდესაც გონიათ რომ ეს არის მაინდა-მაინც თქვა ქალი როდესაც უკეთებს ამას მამაკაც და არა მაგალითად კონილინგუსი რომელსაც კაცი უკეთებს და აი ამ დონეზე მიღწევა ცოტა რთულია ბატონლევა ამ დონეზე მიღწევას ალბათ ერთ-ერთი დამიჯა თქვენი გადაცემა და ეს სექსუალ ქარიშხალი უკვე ვახსენე რომ ვიღაცამდე მივიდეს